საქართველოს პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები იქნება ჩვენი განხილვის მთავარი თემა. ნუკრი ქანთარია ქართული ოცნებიდან და ლევან სამუშია თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი არიან ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით, ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონ ნუკრი, საშიში ტენდენცია, როცა პოლიტიკურ ჯგუფებს უჩნდებათ არაფორმალური კავშირი სამართალდამცველებთან. აი ეს იყო პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, აი ჩვენ ექსპერტების შეფასებაც მოვისმინეთ, რომ პრემიერი რაღაც კარგი იდეებს ამბობს, მაგრამ რეალური ძალაუფლება არის სხვის ხელში. რა განცხადებას გააკეთებთ თქვენ, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმები და მივესალმები ჩვენ მაყურებელს და სანამ ამაზე გაგცემთ პასუხს, მინდა რომ თანაგრძნობა გამოუცხადოს საფრანგეთის მთავრობას, საფრანგეთის მოსახლეობას, სამწუხაროდ უკვე ტრადიციად იქცა, ფაქტობრივად ყოველ კვირა ჩვენ გვიწევს ასეთი სამძიმარის გამოცხადება ხოლმე სხვადასხვა ქვეყანასთან და საქართველოს სწორედ რაღაც მშვიდობის ოაზისია აი ამ ალმოდებულ სწორედ რკალში. რაც შეეხება ახლა ამ გუშინდელ განცხადებებს, ძალიან სამწუხაროა თავისთავად, როდესაც ცოტა დასაფიქრებელი კი არა, საკმაოდ დასაფიქრებელია, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გამოდის და ამბობს ძალიან ბუნდოვნად, ძალიან ზოგადად, რომ ის მოსამართლეებზე არის ეწოლა, მაგრამ არ ამბობს რა სახის ეწოლა პროკურატურაში. არ მიდის და ამბობს, რომ მე არ ვაპირებ მისვლას, თუმცა ახლა დღეს უთქვავს, რომ მივალო, ხდება პრეზიდენტი. შემდეგ პრეზიდენტი გამოდის და მე მეგონა, რომ პრეზიდენტი იტყოდა, რომ აი კანონი ყველასთვის ერთია და აი ჩემი ოჯახის წევრიც კი გააჩერეს და დაკითხეს თუ გაჩხრიკეს და მე არ აღმოჩნდა არაფერი და გამოუშვეს და ამ შემთხვევაში პირიქით ამბობს პრეზიდენტი, რას ამბობ კაცო, შენ კი არა, აგერ მე ეს ამბობ ფაქტურად ჟარგონით რო თქვა, გადაუჯოგა ჩემი ოჯახის წევრზე ხდება ზეწოლა. დღეს გამოდის პრეზიდენტი სწორედ ამბასადორიალში და ამბობს, რომ უნდა გაუფრთხილდეთ ქვეყნის იმიჯს და ახლა პირდაპირ უტყავს გუშინ ამ იმიჯს. ერთი თვის წინ თურმე გაუჩერებიათ და მე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა ეს განცხადება. რას გავს ახლა ეს ყველაფერი და მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ რაღაც ბადე იქცოვება. იქცოვება სერიოზული ბადე და ამ ქსოვაში შეიძლება, არ ვიცი როგორ ნებით უნებლიეთ, არ მინდა დავიჯერო, რომ გამგებ პრეზიდენტი ამ ქსოვაში იღებს მონაწილეობას. გიგა ბუკერესთან დახურული შეხვედრა რა ქსოვაზე გაქვთ ლაპარაკი? ბადე, რომელიც სადაც მონაწილეობს პოლიტიკურ თამაში პრეზიდენტი. ბადე, რომელიც საბოლოოდ ალბათ ჩვენ ახლა არჩევნებია მოგეხსენებათ, არჩევნები დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება გავა უმრავლესობით და აი ის სიგნალები, რაც მე სწორედ აქეთიკიდან გვესმის, რომ არ არის ეს ლეგიტიმაცია დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, აი რაღაც აქეთკენ მიდის სწორედ, რომ მე ვინმე გამოვიდეს, ასე არ ვიცი რომლები, მაგრამ ნუ ვიცით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დამოკიდებულება ყოფილ ხელისუფლებასთან, მისი ვალები ალბათ და შემდეგ ითქვას ეს და მიეცეთ საფუძველი გარკვეული მაიდნის თუ არეულობის ინსპირირებისა, მაგრამ ერთი რამე ავიწყდებათ, რომ გაცილებით ძლიერია დღეს ხელისუფლება და გაცილებით კი არა ძლიერია ქართველი ხალხი, რომელიც არავითარ არეულობას არ დაუშვებს, რადგან ეს იქნება ქვეყნის უბედურება. თქვენ გულისხმობთ, რომ გიჩნდებათ ეჭვი, რომ ნაციონალური მოძრაობა პაპუაშვილი და გიორგი მარგველაშვილი, როგორც თქვენ თქვით, რაღაც ბადეს ქსოვენ და გადაგზავნა. ვინაყვება ამას, როგორ აყვება, რა იქნება, ეს უკვე მათ პასუხისგებლობაზე და ღირსებაზე და ზნეობაზეა დამოკიდებული იმ პოლიტიკური ჯგუფების ალბათ, ხომ, რომელიც წვრილ-წვრილად არიან გარშემო და ხანდრას ამბობენ და აი ამ თემას ბუნებრივია ახლა ოპოზიციები ჩამოეკიდება, ოპოზიციური ჯგუფები უკვე ჩამოგიდებულებიც არიან, ამიტომ მგონია, რომ ეს არ იყო ის განცხადება, რომელიც უნდა გააკეთოს ქვეყნის პრეზიდენტმა. რა მოხდა? ასე ჩემი ოჯახის წევრიც გააჩერეს ქუჩაში, დააკითხეს, უთხრეს სად მიდიხარ, როგორ მიდიხარ და გაუშვეს, ხომ? თუ ამას არ მოყვა რაღაცა გარკვეული კანონდარღვევა და თუ მოყვა ამას კანონდარღვევა, აი ლევანი არის აქ ახლა პროფესიონალი ამ საქმის, თუ მოყვა შედალოცილო ერთი თვე რას ინახავ ამ ამბავს, უშუალოდ საბჭოს ხდომა იყო, ის იყო რა, რატომ არ ატეხერო ჩემი ოჯახის წევრი კი არა, მოქალაქე, რა შუაშია ოჯახის წევრი, მოქალაქე, საქართველოს მოქალაქე, რატომ თქვენ დააკავეთ და გაუკეთეთ ჩხრეკა ის ჩაატარეთ მისახში ჩხრეკა, რომ არ ქონდათ ამისა, თუ ეს არის გასაგებია, კი ბატონო, მოდი კიდევ მოგცემ შესაძლებლობა. ძალიან ადვილია, მე მგონი ძალიან ისეთი ანალიზის, ოდნავი ანალიზის უნარის მქონე ადამიანის კი დაინახავს, თუ რა გარკვეული
ხდება სპეკულაცია. თქვენ ფიქრობთ, რომ ახალი კონფიგურაცია იქნება და შეიძლება იქნება, არ იქნება, არ ვიცი, მაგრამ ეს კი ფაქტია, რომ აქეთკენ ნაციონალურ მოძრაობას რო ეხლა ოცნება აქ ის და ოცნება გადაქცეული და სიზმარში ელანდება არეულობა და ქართული მაიდანი ეხლა მაგას დასაგებია ბატონებან, აი თქვენ როგორი ანალიზი გაუკეთეთ პრეზიდენტის და პაპუაშვილის განცხადებებს და თქვენ რა დაინახეთ ამ განცხადებებში? მოგესალმებით. შეგვერთები ბატონი ნუკრის მიერ გამოთქმულ მწუხარებას საფრანგეთში მომხდარ მოვლენებთან, რაც ძალიან სამწუხაროა. ნუ რაც შეეხება ახლა კონკრეტულ ფაქტებს, მე ვერ დავეთანხმები ბატონ ნუკრის ვერანაირად და რატომ მოგახსენებთ კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით და სამართლებრივი ანალიზი შემიძლია გავაკეთო ამ ნიშნულთან დაკავშირებით. ჯერ ერთი როდესაც იერარქიაში ყველაზე მაღალი სასამართლოს თავმჯდომარე თელ ჩვენ ქვეყანაში, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებს განცხადებას და საუბარი არის მოსამართლეებზე, იმავე სასამართლოს მოსამართლეებზე, ზეწოლაზე და საუბარია არა ზოგადად, ხო ჩვენ არ გვაქვს იმის განცდა, რომ კონკრეტულ რაღაც დეტალებს პირდაპირ ეთერში მოყვება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და საუბრობს კონკრეტულ ხერხებზე ზეწოლის. და უკვე 6 დღე იყო გასული თითქმის ერთი კვირა და პროკურატურა გამოძიებას არ იწყებს. ეს არის პირველ რიგში საგანგაშო ფაქტი შემიძლია გითხრათ. ბატონი ნუკრი საუბრობს, რატომ არ მიდის, რატომ არ მიდიოდა აქამდე ბატონი პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სამართლის თავმჯდომარე ბატონ შოთაძესთან. რაზე უნდა მისულიყო ბატონი ნუკრი? ყავაზე უნდა ესაუბრათ, თუ რაზე უნდა მისულიყო? უნდა მისულიყო ერთი წუთი სამხილებზე არ არის. სამხილებზე არ არის. აბა დადგეს და ბუნდოვნად ილაპარაკეს. არა, ბუნდოვნად დამოელაპარაკოს ბატონ ნუკრი. დამაცადა და გეტყვით, აგიხსნით. სამართლებრივად აგიხსნით ბატონ ნუკრი. შეიძლება დიახ სამართლებრივად თუ გამოძიება არ დაიწყო გააგებინეთ ადამიანურად სამართლებრივად თუ გამოძიება არ დაიწყო ბატონო თუ გამოძიება არ დაიწყო საქმეზე ეს არის არაფორმალური შეხვედრა კანონის ენაზე ამას ესქვია გამოძიება უნდა დაიწყოს მყისიერად დავამთავროთ თუ შეიძლება გამოძიება უნდა დაიწყოს მყისიერად როდესაც დანაშაულის ნიშნები არსებობს მეტი დანაშაულის ნიშნები რა შეიძლება იყოს როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებს კონკრეტულ განცხადებას ახლა საუბარი არის იმაზე რომ ჩვენ არ ვენდობით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას და მისი განცხადება არის პოლიტიკურად მოტივირებული. მაშინ რა გავაკეთოთ? გავაუქმოთ საერთოდ პროკურატურა, ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლება, გავაკეთოთ განცხადება და ის უნდა დავიჯეროთ. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, აქ არის სამართლებრივი აღქმა მთავარი, რომ გამოძიების დაწყება დაჭირდა 6 დღე, 7 დღე, ერთი კვირა დაჭირდა პროკურატურას. სანამ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რიგმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, სანამ საზოგადოებამ არ გამოთქვა წუხილი, ამაზე გამოძიება არ დაიწყო. დღეს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება დაიწყეს, ადეკვატურია პაპუაშვილის გაკეთებული განცხადება, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში ის საუბრობს როგორც იურისტი ამ შემთხვევაში. გამოძიების დაწყების შემთხვევაში უნდა მივიდეს. მე რა ვარ პაპუაშვილის დამცველი. არა, დავამთავრე. მომეცი თქვა, აი ერთი წუთი ბუდის ვიხდი. აი ბატონო, მივცეთ შესაძლებლობა ერთმანეთს და გამოხედეთ თქვა, რომ იცით რა, ჩემ მეზობლებზე რაღაცა გავარ არ თქვა, რომელ მეზობლებზე ეწოლა მიმდინარეობს, მაგრამ აი რომელ მეზობელზე მაგას მე თქვენ გამოიძიეთ, აი ჩემ კორპუსში, ჩემ უბანში ეს ეხლა ნორმალური ეგ არ არის, ეს არის ინტერპრეტაცია პირდაპირ. ერთი ჯერ ჩემი ნათქვამი და საკონსტიტუციო სასამართლოს ნათქვამი, ცოტა თავმჯდომარის ნათქვამი, ცოტა მე მგონი უფრო განსხვავებული. ზუსტად მით უმეტეს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გააკეთა სისხლის სამართლის პროცესის, მე ასე მუხლით თუ გაინტერესებს, ზუსტად ის შემადგენლობა დასვა, რითაც უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ გამოძიება, მაგრამ ამ შემთხვევაში რა ვხედავ? გამოძიებას კი არ იწყებენ. ჯერ უნდა დაიწყო გამოძიება, რასაც ქვია ფორმა ერთის შევსება და უნდა დაუძახოს. ბატონო ლევან, რაზე გიჩნდებათ ეჭვი? აი, ძალიან ლოგიკურია, ხო? პირდაპირ გეტყვით, რატომ არ დაიწყო გამოძიება? მე ახლა უკვე დაწყებულია გამოძიება. პირდაპირ გეტყვით, რა ხდება? როდესაც იხილება ჩვენი საქმე, ერთ-ერთი სენსიტიური საქმე შემიძლია გითხრათ, ხელისუფლებისა და კაბელების საქმე და წინა დღეს ესეთი განცხადება კეთება, სადაც საქართველოს კონსტიტუცია მოსამართლე ბუგიანიშვილის და არა ბუგიანიშვილის მიერ საერთოდ ზოგადად სასამართლოების მიერ უარყოფილია და გვაქვს შეიძლება სუბიექტური აზრია, მაგრამ გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია. ჩვენ ეჭვი გიჩნდება ლეგიტიმური ამ შემთხვევაში, რომ კონკრეტულად ამ საქმეზე მიდის და არა მარტო ამ საქმეებზე ზეწოლა. მაგრამ ბუნებრივია, ჩვენ დღეს გადავხედოთ რა როგორ არის რა სიტუაციაში სასამართლო. სასამართლო დღეს ბატონო ნუკრი არ არსებობს შემიძლია. თქვენ და მე ერთად დავამთავრე 2012 წლამდე ერთად 2012 წლამდე არა პოლიტიკური ჯგუფი
მე და თქვენ ერთად ვაპროტესტებით 2012 წლამდე სასამართლოს და პროკურატურის სისტემას. დღეს ერთი ერთში ყავთ ის პროკურატურა და ის სასამართლო რაც იყო 2012 წლამდე. არ მეთანხმები? რაში ვხედავ? რუსიძეში ვხედავ განსხვავებას? რუსიძეში ვხედავ? რომელიც გირგულიანის და მოლაშვილის საქმის ავტორ რუსიძეში ვხედავ მე განსხვავებას? ვერ ვხედავ განსხვავებას. თეთრაძის საქმე დავამთავრე გორცაკში. თეთრაძის საქმე ყველას კარგად გვახსოვს. თეთრაძის საქმის მოსამართლე თქვენ შეიძლება არ ციცოდეთ ვინ არის? თეთრაძის საქმის მოსამართლე გაყვლათ გოგინაშვილი, რომელმაც მომავტა თეთრაძეს, რომელიც მეორე დღეს გარდაიცვალა, უგონო თეთრაძეს, შეუფარდა ახლოთი ღონისძიების სახით პატიმრობა. გავიდა თეთრაძე ისე რა ქვია გოგინაშვილს უადა. დღეს იცით სად არის თეთრაძე? დღეს დააწინაურეთ სააპელაციო სასამართლოში. პირადად თქვენზეა ვლაპარაკობ, თქვენმა ხელისუფლებამ დააწინაურა სააპელაციო სასამართლოში და ის დღეს ზედამხედველია. ზედამხედველია რისი? პირველი ინსტანციის სასამართლო. გასაგებია, მოდით ერთად ვიტყვი. მე დავამოკლებ. როდესაც დაინიშნენ ეს მოსამართლეები. დაინიშნ, ვინ დანიშნა? იუსტიციის საბჭო დანიშნა. ზუსტად ასე საუბრობდა სააკაშვილის ხელისუფლება. მე არ ვერები სასამართლო ხელისუფლებაში. ზუსტად ამ ტონალობაში საუბრობდა. ესე ჩვენ ბატონო, არგებულო პასუხისგებლობა. დღეს სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე მოვლენებზე ჩვენ აქტუალიზდება არგებულო პასუხისგებლობა. რომ სასამართლო არგებულო პასუხისგებლობა. მომისმენ ახლა. არა, მაინტერესებს თუ არ მომისმენ. ბატონო, ერთი საკითხი კონდაკტ კიდე რაღაც არჩენი ოდნა მოგვიანებით ბატონო პასუხისგებლობას, მაგრამ ეხლა ნუ აი ლევანის განაც გამომდინარე ყველაფერში დამნაშავე არის ბჭყალებში არჩევანი. ეს მინდა ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს და მოდის მიაღვარე აქედან იქიდან როგორმე ყველა მხრიდან როგორმე მოხდეს დისკრედიტაცია ხელისუფლების, რომელმაც 60 წელიწადში ძალიან ბევრი ამის გაკეთება მოახერხა. პირველ რიგში მოახერხა მშვიდობის, სტაბილურობის, თავისუფალი სივრცის და ეს თავისუფალი სივრცით უკვე სარგებლობს ზოგი ასე, ზოგი ისე ბუნებრივია და ვერცად ვერ გავიქცევით. ამას ჩვენ უსმენთ, რა თქმა უნდა, დიდი მოთმინებით, საზოგადოებამ განსაზღვროს შემდეგ და მიიღოს გადაწყვეტილება სწორედ ყუთებთან, როდესაც ვინ იმსახურებს მართლაც სწორედ იმას, რომ მას კონდეს ქვეყნის ხელისუფლება, აი თქვენს ხელისუფლების წარმომადგენელს გარკვეულწილად პასუხების გაცემა გიწევთ პრეტენზიებზე, ხო, თქვენი ოპონენტი, რატომ ჩადგა ხელისუფლება ამ მდგომარეობაში, როცა შეეძლო მართლაც განცხადებისთანავე მას აღეძრა საქმე, შემდეგ პაპუაშვილს მოუწევდა კონკრეტული ფაქტების თქმა პროკურატურისთვის აღიძრა ახლა თქვა ამის შესახებ სამი დღის შემდეგ აღიძრება ეს საქმე, იმიტომ რომ თემა უკვე შეიქმნა, რასაც თქვენ საყვედურობთ ოპოზიციას. აი ეს თემა უნდა, თემებზეა საქმე, თემის აწევა უნდა და თუ შემდეგ კიდე არ არის შორს მიმავალი ვიძახი უკვე რაღაც სახიფათო ის ბადერო ვახსენე, მე სიმბოლურად ვამბობ, სახიფათო რაღაც კალი, რომელიც უნდათ რომ შეკრან. ხა ზოგი ამაში უნებლიეთ მონაწილეობას მიიღებს, ზოგი რა თქმა უნდა შიგნით არის ამაში ჩართული და იქით უკრაინიდან ოდესა ამბავი აქეთ-იქით რატომ უმაღლესი თანამდებობის პირების ამ განცხადებებმა ბატონო რატომ გამოიწვია უნდობლობა უფრო ლოგიკური არ იქნებოდა რომ ყველას ხელისუფლებიდან ეთქვა რომ ეს ძალიან საგანგაშოა მართლაც ეს განცხადებები და მოდი მივხედოთ ახლა ამ საქმეს კიდევ ერთხელ მინდა გარკვევით თქვა და აი სრული რწმენით ვამბობ ამას რომ არც პრემიერი არც ქართული ოცნება და ჩვენი ხელისუფლება დღევანდელ აბსოლუტურად არავითარ გარკვეულ მითითებებს და არც არავითარი ბერკეტი არ აქვს ზეწოლისა სასამართლოზე და არავითარ ზეწოლას აქვს. თუ კი ვინმე იმყოფება ზეწოლის ქვეშ გარკვეულწილად ეს შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისევ არის ძველი ხელისუფლების ვალები, რომელიც აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ეს არ არის მისი ბოლო თვეებია, ფაქტობრივად ის არ ვიცი რა ვალდებულებაშია, როგორ არის, მაგრამ ძალიან გავს, სწორედ ძალიან გავს. აი ესე როგორ 4 წელიწადია არ მოვიქეცით ერდორანივით და 2000 მოსამართლეები არ გავყარეთ გარეთ და სამაგეროდ ვის გჭირდებოდა ბატონო თქვენზე არა მაგრამ პიროვნულად საუბარი გასაგებია ამაში ვერცერებით და ვერ ჩაერებით მაგრამ სამაგეროდ ვის გჭირდებოდა და ვის ჩაიფრიდავდა ჯალათები ვინც იყვნენ ისინი დააწინაურეს და იმათ 10 წლით გაუხარდლეს ციცოცხლე მაგრამ ბატონი ნუკრი ამბობს ბატონებად ნახეთ ბატონი ნუკრი ამბობს რომ თვითონ სასამართლოში წარმოადგენს საკანონმდებლო ხელისუფლებას ხო თქვენ
საკანონმდებლოს და აღმასრულებელს ადანაშაულებთ, რომ ისინი მართავენ სასამართლო სისტემაში პროცესს. აი, მათი არგუმენტი არის, რომ სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩვენ არ ვერევით. მან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავად აირჩია ეს მოსამართლეები. კონფერენციამ თავად აირჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. შეიძლება ვიდაოთ ლევანტების ხელისუფლების მიერ რომ არ იყო წაგზავნილი და წარდგენილი სამი არამოსამართლეები. იქნებოდა თუ არა კვორუმი. ეს არის შეკითხვა, რომელიც არაერთხელ დამისვას. ზუსტად მაგაზია, ზუსტად იქნებოდა თუ არა კვორუმი. ზუსტად ერთ-ერთი იყო საუბარი, მე პირდაპირ გეტყვით, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს, როდის იყო რომ ნაციონალური მოძრაობის რომელიმე ლიდერი საუბრობდა, რომ მათ ჰქონდათ კონტროლი სასამართლო ისინი საუბრობდნენ, ისინი დამოუკიდებელი იუსტიციის საბჭო განაგებს და ჩვენ არ ვერევით მათ ამ შემთხვევაში საქმიანობაში, მაგრამ რეალობას სხვას გვანახეთ. ბატონო, რას ხედავთ? განსხვავება სამართლებრივ ამბობს სასამართლოში. საერთოდ განსხვავება, როდესაც ბადეზია საუბარი და რაღაც ბადის ქსოვაზე, ზუსტად უსამართლობის ბადის ქსოვის აი ბოლო ელემენტები დარჩა რაც იქსოვება და დამთავრდება შემიძლია გითხრათ შეიკრება ეს ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ რაც სასამართლოსთან ხდება მე პირდაპირ მაქვს შეხება ბატონო ნუკრი ერთი წუთი ძალიან შეპრობილი ხარ აი ამ იდეით და არა იდეა არ არის მე პირდაპირ მაქვს შეხება სასამართლო სისტემაში რაც ხდება ბოლო 2 წელია განსაკუთრებით რაც მურუსიძემ და მისმა ჯგუფმა მურუსიძის უკან კიდე სხვებით განანა შემიძლია ვილაპარაკო ჩაუგდეთ პირდაპირ სასამართლო ხელისუფლება ხელში დღეს სასამართლო ხელისუფლება არ არსებობს დარჩენილია ერთადერთი საკონსტიტუციო სასამართლო ალბათ სადაც სურვილი არის ერთი მურუსიძის გარდა იმისა რაც პაპუაშვილმა თქვა თქვენ როგორც ადვოკატს და ახლა უკვე პოლიტიკოსს გაქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია რომ აი კაბელების საქმე ახსენეთ ხო საკონსტიტუციო სასამართლოში რომ მოსამართლეების მიმართულებით რაღაც მოძრაობა არის გაქვთ ეს ინფორმაცია აი მარტივ მაგალითს გეტყვით როდესაც კაბელების საქმეზეა საუბარი წინა სასამართლო სტომის ეტაპი ესეთი არის სამართლებლად ის იხილავდა მოსამართლე ჯუღელი რომელმაც სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა საქმე აკვეთი ღონისძიებები შეუცვალა ჩვენ დასკვეშყოფებებს რიგი მტკიცებულებები ცნო დაუშვება და რას ხედავთ ორ თვეში გავუვიდა მოსამართლე ჯუღელს ვადა და მას ვადა არ გაუგზელეს სამაგიეროდ გაუგზელეს მოსამართლე გოგინაშვილი თეთრაძის საქმეზე მონაწილე გოგინაშვილს ვადა და რა ხდება ამით კონკრეტული მესიჯი იქნა გაგზავნილი კონკრეტულად სასამართლოში მონაწილე მოსამართლეების მიმართ რომ ჩვენი პოლიტიკა დღეს აი ესეთია ურჩ ხალხს ჩვენ არ გაუგზელებთ ვადა და ვინც კი მორჩილებაში გვეყოლება გაუგზელებთ ვადა და ეს ვიტყვი როდესაც ქალბატონი კუბახიძე საუბრობდა დღეს რომ ის პროკურატურას ენდობა და პროკურატურის მიერ გამოძიება და პროკურატურა დადოს გამოძიების რეალურ შედეგს რომელ პროკურატურას ენდობა ქალბატონი მანანა სადაც 95% პროკურორების ისევ ის პროკურორები მუშაობენ რომელ პროკურატურას ენდობა ქალბატონი მანანა თქვენ შეიძლება ეს ინფორმაცია არ იცოდეთ პირადად მიმყავს ქალბატონი მანანა როდესაც ადვოკატი ვიყავი გამოკითხული როდესაც ერთ-ერთმა პროკურორმა მოდულის კაპეზეში თავისუფლება აღუკვეთა როგორც ადვოკატს და გამოკეტა იცით სად არის დღეს ის პროკურორი დღეს ის პროკურორი ისევ ის პროკურორია და ქალბატონ მანანას არც კი გახსენებია იქნებ ის პროკურორი დღეს სხვა ადვოკატს და სხვა მოსამართლეებს კეტავს საერთოდ არ აი ეს არის უბრალოდ გასაგებია ბატონო ერთი იგივე სასამართლო გვაქვს ამბობს თქვენი ოპონენტი როგორც სააკაშვილის გასაგებია დავამთავრე ერთ ვიტყვი და მეც არ მინდა გაიგოს რომ ყველა მოსამართლე არის ესეთი არის მოსამართლეების ნაწილი დარჩენილი რომელიც ცოტა ხანში ვადას ამოწურავენ და დარწმუნებული ვარ მათ ვადას არ გაუწევენ გასაგებია რეკლამაზე უნდა გავიდეთ მანამდე ბატონი ნუკრი სასამართლოს ახლა რაღაცას გასაგებია ასეთი ვერსიები არა ბატონო ინტერპრეტაციები ვიცით საშუალება ბატონო ლევან ჩვენ კიდევ გვექნება დრო რეკლამის შემდეგაც რჩებით ჩვენ ბრიფინგი იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და იმაზეც მოვისმენთ ეს არის ინტერპრეტაციები ბატონი ლევანის და მისი პოლიტიკური ჯგუფის გასაგებია ესეც არის არჩევნო თვითონ აი ამ გარემოსგან გამომდინარე ეს ყველაფერი მაგრამ ერთი რამე კიდევ მინდა გავთქვა რომ თუ რომელიმე მოსამართლე რაღაც შინაგან რაღაცა გარკვეულად ვერ არის თავისუფალი ეს სხვა პრობლემაა მაგრამ ის რომ ხელისუფლება ახორციელებს გარკვეულ ზეწოლებს ეს ნამდვილად ლევან ასე არ არის შეიძლება ჩვენ ვიდაოთ რაზე იცი რომ აი რატომ კარები არ გახსენით თქვენ როცა მოხვედით და ერთბაშად რატო არ გარეკეთ სულ ყველა თქვენ იღებთ ვარ ეს მაინტერესებს ამაზე სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე ქართული ოცნების ხელისუფლება იღებს რა პასუხისმგებლობა ამაზე არ კი არა გახერზე ვიღებთ ხელისუფლება და ვიღებთ პასუხისმგებლობას მაგრამ მოსამართლე კონკრეტულ მოსამართლე თვითონ იღებს თავისი
იმ წამსის შესაბამისად პასუხისგებლობას. რაც შეეხება იმას, რომ სასამართლოს რა თქმა უნდა არ ვამბობთ, რომ იდეალური და დამთავრდა ყველაფერი, ეს პროცესი ალბათ გაგრძელდება, ვარჩიეთ ევოლუციური გზა და არა რადიკალური გზა. აი ამაზე შეიძლება ვიდაოთ. ლევან, რატომ ცოცხი არ გამოვიტანე და ერთბაშად არ გავყარეთ უკვე გასაგებია. რეკლამის ამბობთ იმას სწორედ, რომ არიან მოსამართლეები, რომლებიც ერთეულები არიან დღეს თუ თქვენი შეხედულებით ვიღაცისთვის არიან ათეულები და ეს ყველაფერი გასაგებია. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, ველოდება. ლევან სამუშია და ნუკრი კანთარია. ბატონ ნუკრი, რამდენიმე საკითხი შეეხო პრეზიდენტის წარმომადგენელი, საკონსტიტუციო სასამართლოს მისი ოჯახის წევრს, ასევე კორცხელის ინციდენტს და კალაძეც ახსენა ამ კონტექსტში. შეგიძლიათ გააკეთოთ კომენტარი იმაზე, რაც მოისმინეთ. ახლა მოусმინეთ ჩვენ ხანგრძლივი ლექციას ფაქტიურად, ლექცია იყო და არა ბრიფინგი პრეზიდენტის ინსტიტუტის შესახებ. და თავარი რაც გამოვიტანე აზრი, რომ პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი ფიგურა და ის არ წარმოადგენს რომელიმე პარტიული ჯგუფის ინტერესების გამტარებელი არ არის. დაახლოებით ეს იყო იდეა და ამის შემდეგ კორცხელში მონაწილე მართლა სამწუხარო ინციდენტი, რომელიც მოხდა და პირველად მოხდა ასევე, როდესაც მოხდა სასწრაფო რეაგირება და გამოშვებულები არიან ეს ხალხი სწორედ გირაოთი და მიმდინარეობს გამოძიება, ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ რატომ მაშინვე ესე უცერემონიოდ თავები არ დაჭერით იმ ხალხს, დაახლოებით ეს იყო პრეტექსტი. აი აქ საინტერესო იყო კიდევ ერთხელ კახი კალაძის მიმართ რაღაც გარკვეული ტალახის სროლაზე იყო ირიბა თუ პირდაპირ. აი ეს იყო მთლიანად რაც თქვენთან პირველი შეკითხვა გადაცემის დასაწყისში დავსვი, სწორედ ამ საკითხზე, რაც ახლა კიდევ გაამახვილა პრეზიდენტმა ყურადღება, რომ პრემიერის გვერდით არსებობს რაღაც ჯგუფი, რომელიც ცდილობს სხვა მიმართულებით წაიყვანოს პროცესს. ესეც არის ერთგვარი ინტერპრეტაცია და ხერხი და ხშირად და ძველი მეთოდია. რომ აი ეს კი კარგია, მაგრამ აი იქ არის რაღაცა ჯგუფები, იქ არის ხალხის დაბნევისთვის ეს ერთ-ერთი ძველი, მაგრამ საუკეთესო მეთოდი გახლავთ და ხშირად ეს მუშაობს, რომ როდესაც არა გაქვს რაღაცა კონკრეტული ხელმოსაკიდი, ამბობ იმას, რომ აბატონო, პრემიერი კვირიკაშვილი არის შესანიშნავი კაცი, ჩვენ მუშაობთ ერთად კარგად, მაგრამ ვინ ეკითხება კვირიკაშვილი, იქ ქვემოთ არის ესეთი ამბებია, იქ არიან ბანდიტები, იქ არის რაღაც ეს არის აბსოლუტურად უკვე მიზანმიმართული ხალხის ჩვენი მოსახლეობის არჩევნების წინ შეცდომას შეყვანა. გარკვევით და მთელი პასუხისგებლობით მინდა ვთქვა, რომ პოლიცსაბჭოზეც და ვარმე და ამდენად ვარ გარკვეულწილად საქმის კურსში და ერთი წამიც კი არ მინდა დაუშვას სწორედ ჩვენმა მოსახლეობამ, რომ რაღაც ერთიანობის მაგვარი არ არის სწორედ ქართულ ოცნებაში და ერთი ალთას არის და მეორე ბალთას როგორც უნდათ რომ წარმოადგინო. არის ძალიან მონოლითური ჯგუფი და პრემიერი არის პირველი პირი როგორც პარტიის, ისე ხელისუფლების და ის მართავს აბსოლუტურად ზუსტად და მეთოდურად მართავს სწორედ აი ამ პროცესებს და არავითარი ქვედა შიდა ძალები იქ არ გასაგებია ბატონ ლევან, მე პროკურატურაზეც მოგცემთ შესაძლებლობას თქვენ რაღაცის თქმა გსურდათ, მაგრამ ახლა მსურს რომ კომენტირება გავუკეთოთ, რაც მოისმინეთ ბრიფინგს. ანუ რას მოვისმინეთ? პირველ რიგში შეიძლება ითქვას, რომ პრემიერს ყველა ჩვენთან პრეზიდენტს ყველა ჩვენთაგანზე მეტი ინფორმაცია აქვს და შესაბამისად მისი მიერ გაკეთებული განცხადება არის ყურადსაღები. შეიძლება ითქვას, ხოლო კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით ბატონო ნუკრი, რასაც საუბრობენ, მე პირდაპირ გეტყვით, რომ არც ერთი ადამიანის, არც ერთი მონაწილე პირის ისეთი მკაცრი ახვეთი ღონისძიების, როგორც პატიონება გამოყენების მომხრე არა ვარ, მაგრამ აქ არის შერჩევითი მართლმსაჯულების ამ შემთხვევაში ნიშნები. როდესაც ეკონომიურ დანაშაულზე და არაძალობრივ დანაშაულზე ხალხი ორთვიან პატიმრობებს, ანუ წინასწარ პატიმრობებს უფარდებენ და ახვეთ ღონისძიების სახით პატიმრობებს უფარდებენ და როდესაც ძალადობრივ დანაშაულზეა საქმე, როდესაც ჩემთვის მიუღებელი, კატეგორიულად მიუღებელი პოლიტიკური ძალის ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ერთი წუთი დავამთავრებ თუ შეიძლება. როდესაც ეს ხალხი კონკრეტულად ძალადობაზეა ბრალდებული ამ შემთხვევაში, საქმე არის სასამართლოში და სერიოზული კითხვის ნიშნებით დგას და თქვენი პოლიტიკური ძალა
ისევ ამ ხალხის გვერდით ჩნდება. ნუ ამაზე არის უბრალოდ ეს არის ერთი წუთით. ეს არის შემდგომში ძალადობის წაქეზება. ეს არის შემდგომში სხვა ხალხის მიმართ მესიჯის გაგზავნა, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. ახლა რაც შეეხება კონკრეტულად ქართული ოცნების ერთიანობაზე არის საუბარი. აი აქ რაღაც გამიჯნა მოხდა თუნდაც ამბები ხო ყალაძეზე. მაგაზე ვლაპარაკობ. არის რაღაც სხვა ჯგუფიდან შემდეგ აქცენტი ყალაძეზე. მე ყალაძეზე და კონკრეტულ პირებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შტაბ-ეშტილებამ ჩდება პირდაპირ გეტყვით, რომ საერთოდ კონტროლს მიღმა არის პრემიერის არეალიდან ძალოვანი სტრუქტურები. პრემიერის არეალიდან საერთოდ მას არ ექვემდებარებიან ძალოვანი სტრუქტურები, განსაკუთრებით უშიშროების სამსახურები. ეს ერთი. ხო, რაც შეეხება ქართული ოცნების მონოლითურობას. დიახ, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მონოლითურობას ხედავ დღეს. უბრალოდ გული მტკივა. მე 2012 წელს ეგ უკვე პირადად შეურაცხყოფა. არა, შეურაცხყოფა არა. მაგას კონკრეტულ ფაქტს გეტყვი და მივიღებ ესეთ რამებს. კონკრეტულ ფაქტს მაშინ დამეცი პასუხი. არა. 2012 წელს იქ შემილია შეგედავო მას. კი ბატონო, შეგვედავით. ჩვენ კონკრეტული ფაქტი რა არის ბატონო? თუ გაინტერესებს 2012 წელს, როდესაც ეს საზარელი კადრები გამოქვეყნდა და როდესაც ხალხი აღშფოთებული იყო, ხობის მაჟორიტარ დეპუტატზე გეტყვით. როდესაც თქვენ წარადგინეთ, დღეს ნაციონალური მოძრაობის 1 ოქტომბერამდე ნაციონალური მოძრაობის სიით გავიდა. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი შევიდა პარლამენტში და დღეს რაც ხედავ, ერთი თუ დავამთავრებ, დღეს რაც ხედავ, დღეს ის არის თქვენი პარტიის სახე წევრი წარმომადგენელი მაჟორიტარ. ხობში, დიახ, ბატონი ბუკია. ხო, მე არა, ეს უხერხულობას არ იქნის. მე არაფერს არ ვიტყვი. კი ბატონო, ეს არ იქნის უხერხულობას. სამაზე გაგცემ. კი, გამეცეთ პასუხი. ბატონო, მოდი მივცეთ შესაძლებლობა. ამ კონკრეტულ საკითხზე და შემდეგ გაგაგრძელებთ ბატონო. კი ბატონო, ბატონო ლუკრის პასუხი საინტერესო იქნება, მოვისმინოთ ბატონო. გოდერძი ბუკიაზე. ხო, გოდერძი ბუკია, რომელიც არის ბიზნესმენი, არის ხობელი და ხობში არის ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნება და ჩვენ ვაკეთებთ გავაკეთეთ კვლევები. მეც ვიცი ეს. და გეთანხმებით, რომ ხუთი ძალიან დიდ პატივს ხო და მას ძალიან დიდ პატივს ეს კაცი 1 ოქტომბრიდან არის უმრავლესობაში და მუდმივად იყო პარტია. აი ნაციონალები რომ მოსულიყვნენ 1 ოქტომბერში რომ გაემარჯვათ, სად იქნებოდა ეს ვითხარი მაშინ ბატონი ბუკია. ნაციონალებს რომ არა ერთი წუთი. აქ პრინციპებზეა საუბარი, აქ პრინციპებზეა საუბარი მისი. არა ერთი წუთი. ნაციონალებს რომ გაემარჯვათ 1 ოქტომბერში მე პარაკე ნაციონალებს რომ გინდა რომ გაიმარჯვოთ. არა, მე მინდა ბატონო. მე მინდა. არა, მე ვხედავ ერთი წუთი. ვერ გაიმარჯვებენ, ვერა. არა, მე ვხედავ ერთ რაღაცას და მეიღოთ ერთ რაღაცას მე რაში მომწევია თქვენ გაწიანურად და ერთი წუთი ქართულ ოცნებას დღეს ახსოვს არა მე არაფერზე არ მეურულობ ნერსანერულო ხელისუფლებას არ პირველ რიგში დღეს რაში და ერთ-ერთზე კოპირებული არის ის მანკიერი მეთოდი უბრალოდ ადეიშვილი არ არის და ადეიშვილის მოსწავლეები არიან დღეს დატოვებული ყველაფერზე ლაპარაკობ აქეთ-იქი ცოტა ერთი წუთი რაზე ვლაპარაკობ ბუკიაზე დაიწყე ახლა არა რაზე დავიწყე ბუკია რა შუაში ახლა თქვათ ბუკია არა ბუკიას მე პიროვნებასთან არა მაგრამ მე მაგ პრინციპთან იმ პრინციპთან რა პრინციპით ერთი წუთი იმ კაცმა ზუსტად იმაზეა საუბარი იმ კაცია საუბარი მე პიროვნებასთან არა მაგ ის გადავა თუ არ გადავა ეს სხვა საქმეა ზუსტად ამაზეა თქვენი მიდგომა ეს არის ჩვენ არ ეს არის ეს არის ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების მონოლითის მაგალითი რაც შეგიძლიათ სხვა მაგალითები გიყიდოთ რითი არის 2014 წლის მერე უმრავლესობა შეკრული ქართული ოცნების უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობიდან გადმოსული დეპუტატები აბა დააკვირდით რამდენი არის ნაწილმა დატოვა იქ ნაციონალური ხო რამდენი არის რომელსაც კარი გაუღეს და ამით შეიკრა უმრავლესობა მე პირდაპირ გეუბნებით მე და თქვენ 2007 წელს 2008 წელს 9 წელს ერთად ამის გულისთვის მე არ ვდგარ ვარ ქუჩაში და ამის გულისთვის არ მიყლავია თუნდაც ის გაზი და ამის გულისთვის არ მომხდრია ეს რეზინის ტყუიები ხო რა შეეხება როდესაც საუბარი არის ოდესაზე როდესაც საუბარი ერთი წუთი რა თქმა უნდა მე პირადად პიროვნებასთან არ ამაქვს უფლება გააქვს მოსახლეობის დიდ ნაწილს შეუულია, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ხობში მას რეიტინგით ყველაზე მაღალი ადგილი და ის არის ქართულ ოცნებასთან 4 წელიად არის პატრიოტი. კი ბატონო, მონოლითი ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების მონოლითი რაში მდგომარეობს კიდე. შეგიძლიათ პროკურატურაზე რაღაც. აი პროკურატურასთან დაკავშირებით პროკურატურა არის მაგალითი ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების მონოლითურობის ერთ ძალად განიხილავს, ასე გამოდის ბატონო. აი ერთ რაღაცას
როდესაც გეტყვით. აი ბატონო ვახტანგ, იქ შეიცვალა, ბატონო შეიცვალა მხოლოდ 1 2 3 აი ეს ეტონალობაში ხელმძღვანელობა და მეტი არა. ახლა მე გეტყვი და ეს ეტონალობაში გააგრძელეთ. კი ბატონო, გეტყვი. ეს აწევათ თორემ. აი ციხეების კადრები ყველა კარგად ვიცით. ციხეების კადრები კარგად ვიცით. აბა ბატონო ნუკრი, თქვენ ახლა შეიძლება არ იცოდეთ, იმიტომ რომ არ ახართ პროფილურად ამ კუთხით ჩართული და იკითხეთ. მაშინ როდესაც დაინტერესეთ და იკითხეთ. ციხეებზე ზედამხედველი პროკურორი, რომელიც პასუხისმგებელი იყო იმავად სახსენებელი საქმეების გამოძიების იმ პერიოდში, რომელიც შეიცვალა. და დაწინაურდა თუ არა მათგანი ვინმე. ეს კითხვას მე გიტოვებთ და საზოგადოებას მე გავცემ ამაზე პასუხს. და შემდგომი შემიძლია გითხრათ. არა, იცით ალბათ და თქვი. ბუნებრივია, ვიცი, რომ არც ერთი არ შეცვლილა და უმრავლესობა დაწინაურებულიც არის იქიდან. ანუ რასთან გვაქვს საქმე? საერთოდ ხალხი წინაურდება იმით, რომ მათ აქვს მორჩილების ამ შემთხვევაში გარანტიები ხელისუფალს და პროკურატურა ქართულმა ოცნებამ ბატონო ქართულმა ოცნებამ ხო ორ რაღაცას შევეხეთ ჩვენ სასამართლოს შევეხეთ პროკურატურას და კიდევ მესამესაც შევეხეთ თქვათ მაჟორიტარი დეპუტატი ვახსენეთ კანდიდატი ვახსენეთ ხო ანუ სადაც შესაძლებელია რომ დაექვემდებარონ ადამიანები პოლიტიკურ ნებას თქვენ ამას ამბობთ ქართულმა ოცნებამ ეს ხალხი მიიღო თავისთან და შეიფარა და პრინციპებს უღალატა. ამაზე არის ზუსტად ამაზე და ერთსაც დავამთავრებ და მეც აღარ მოგაწყეთ უბრალოდ როდესაც ქონებების ჩამორთმევაზეა საუბარი მე მოვისმინე უბრალოდ გამაცვიფრებელი განცხადებები რომ ჩვენ ქონებების ჩამორთმევა რაც ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის დროს ანუ პირდაპირ არ ვიცი რა ეხლაც ხდება გადაფორმება არ ერთი წუთი დავამთავრებ რა ხდება ახლაც კაცო ნოტარიუსი ამესამე არ ვილაპარაკეთ და დამასრულებია ბატონო ხო და პირდაპირ გეტყვით სად მივდივარ სანამდე მივდივარ ის ქონებების ჩამორთმევასთან დაკავშირებით ერთი პირი ამ შემთხვევაში მე ლაპარაკობ პროკურატურაზე პირველ რიგში პასუხისგებაში არ არის მიცემული ერთი პიროვნება პროკურატურაზე რომელიმე პროკურორი ნებისმიერი პროკურატურა ჩართული იყო თელი სისტემა ფინანსური საგამოძიებო და დღეს ფინანსური ხალხი რომ გადაუბარგებულია თავარ პროკურატურაში უმაღლეს თანამდებობებზე ჩემზე კარგად იცით ანუ რა ხდება და თავარი ერთ კითხვას დაგისვამთ უბრალოდ თუ გამცეთ პასუხი თქვენ თუ მიგაჩნიათ რომ მურუსიძე არის სისტემის ხვეპრი აი ამაზე გამეცი პასუხი და მე თარაგდაკეთ დიდი ხანი ფიქრეთ ამ კითხვას არა დიდი ხანი არ ვიფიქრე უბრალოდ დიდი ხანია და ჩამსვავს ახლა ეს მაინტერესებს არის თუ არა მორუსული პასუხი მე რომ გაცეთ ახლა ამაზე ეს არის თურმე აუ ძალიან გამეცი განკი ან არა და მე არაფერი არ მინდა არა მექანიზმი რომელიც არსებობდა საერთოდ და რა მექანიზმიც იყო ჩვენ კარგად ვიცით წინა პერიოდში ხომ ხალხი რომლებიც მონაწილეობდა ამაში ხომ ზოგი დიდი სურვილით ალბათ ზოგი იძულებით მაგრამ იყვნენ ამ საქმეში ყველანი იყვნენ იქ ვინც იყვნენ მაშინ არა მაშინ უნდა წავიდეს თლიანი წმენდა ისევ ამბობ და ჩვენ ეს არ გავაკეთებთ აი რუსეთზე არის თუ არა სისტემის ყოფილი ამაზე გამეცით პასუხი ამეტი არანკი ან არა ვიცხად შეგიძლიათ უბრალოდ სვერპლი ვარ ჩვენ ვიყავით ყველანი სვერპლი მათ შორის მურუსიძეც და მურუსიძეზე მე არა მაქვს ამ შემთხვევაში არავითარ მურუსიძე თქვენ ბოლოს გახადეთ უკვე რაღაცა ძალიან დიდი ბუა რა თქმა უნდა ეს კაცი დღეს არის გეუბნებით ხვალე აღარ იქნება 10 წელი გაუხანძნივი და 60 შეიძლება იყოს ადამიანი ბატონოკლი სვერპლი გააჩნია რა თვალით შეხედა სვერპლი რატო უნდა იყოს ეს კაცი მუშაობდა ადრე ახლაც თული ახლა და ახლაც ასრულებს იმ დავალებით ბატონოკლი საინტერესოა ერთი თემა აი ბატონი ლევანი ამბობს რომ პროკურატურაში არაფერი შეცვლილა რომ ხელისუფლებას აქვს პროკურატურაზე პოლიტიკური გავლენა და კადრებიც კი იგივეა და უფრო მეტიც ფინანსური პოლიციიდან დაემატა ხალხი ამას როგორ უნდა მოხდეს თქვენი დანაპირების ასრულება სამართლიანობასთან დაკავშირებით ბატონ ნუკრი თუკი იგივე ხალხი მუშაობს პროკურატურაში და ეს საქმეები როდესაც ხალხი მოითხოვს რომ გამოიძიეთ თავის თავზე ხო არ გამოიძიებს ეს პროკურორი იყო ეს მომენტები რა თქმა უნდა გარკვეული მაგრამ ამიღა მიმდინარეობს ეს ცვლილებები ახლა ამას დანახვა უნდა ვისაც ვისაც არ უნდა რომ ეს დაინახოს რომ უკვე სხვა პროკურატურა ნუ ვერ დაინახავს ვისაც არ უნდა რომ დაინახოს და გაიგოს რომ სხვა სასამართლოა ვიდრე ის რა თქმა უნდა ამას არიზნებს პროკურატურა რომელიც საერთოდ არავითარი პროფესიონალიზმი არავითარი არაფერი არ ჭირდებოდა იმას ერთი დარეკვა და მორჩებოდა და მოსამართლე ურტყავდა ბეჭედს და დღეს რა ადვოკატები რამდენ საქმეს იგებთ კაცო ეგრე მოდი რა ლევან ეხლა ესე ნუ იძახი ასე ბრმად რამდენი წავიდა აბელების საქმე სადაც სამართლოვინო განაჩენის მეყნის არამეა მოდი ბატონო შევყვეთ პოლიტიკური ამასაც არა რა შუაში სხვა რასია სხვა მე სტატისტიკა აიღე რამდენი ადვოკატი მე თვითონ გებულობ დღეს ამ გებულობ საქმეებში და პროკურატურას მოიცემ ხალხი პროკურატურას ჭირდება მაღალი პროფესიონალიზმი რომ დაამტკიცოს ეს ბრალი დაამტკიცოს ამდენად
დღეს არის აი ეს მოცემულობა. ჩვენ ასევე ვერ გავხდით კარებს და ვერ გავყრიდით, არ გაუკეთებია ეს არც ერთ ქვეყანას. ბატონი, აქ ლაპარაკია, რომ კარი ღია, უბრალოდ პირიქით, გაყრაზე კი არა, პირიქით იღებდა. როდესაც ვადა გაუვიდეთ, ბატონო, ნუ ერთ სამ მოდი ჟიხტით, ქართული ოცნების წარდგენილი კანდიდატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სწორედ ამიტომ იყვნენ იქ მივლინებული თქვენი აზრით, რომ დაეტოვებინათ მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურად მორჩილია და გაეშვათ ის, ვინც არ არის ამას ამბობ, რომ ამ სამი ადამიანის ფუნქცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო ეს და ამის საშუალებით აკონტროლებს მურუსიძესთან ერთად ხელისუფლება სასამართლოს. ქალბატონი ევა გოცირიძის განცხადება მინდა რა ქვია გავიხსენო, ქალბატონო ევამ თქვენს ტელევიზიაში თუ არ ვწდები განაცხადა ბატონ ხატიაშვილთან დებატები როდესაც ჰქონდა თუ ჩვენ მურუსიძეს არავინ შეგვიდო ამ შემთხვევაშიო სხვა სიტუაციებში თუ არ ჩვენ გვინდოდა არჩევა. ანუ გარკვეული გარიგებებზე იყო აქ საუბარი. გასაგებია ვასრულებ თქვენი საქმელი და გადავდებით. მართავთ ამ პროცესებს ეს თქვენ არა ბატონო პირადად თქვენ ამას გავიგე, მაგრამ თქვენ დონეზე ეს არ წყდება. გავიგე და ხელისუფლება მართავს ამ პროცესებს. პიროვნულად არ საუბრობთ აქ ნამდვილად. ნიშნავთ მოსამართლეებს, იმას ნიშნავთ, ამას აღნიშნავთ, ეს არის სწორედ ის დაშტამპული მიდგომა, რომელიც ახასიათებთ ამ შემთხვევაში. კონკრეტული ფაქტებით გელაპარაკებით, მე ავლაპარაკობ ხაერზე. კონკრეტული ფაქტებით, კონკრეტული ფიქრებულებებით გესაუბრებ. მე ავლაპარაკობ რაღაც ზოგადად აბსტრაქტული სიტყვებით და აზრებით. მომისმენთ, თუ კი რამე კითხვები არის, ეს თვითონ სასამართლოს სამყაროში, თვითონ სასამართლოში უნდა. სულსაც ასე ლაპარაკობ და 2012 წლის ნაციონალური მოძრაობა ჩვენ არ გვეხება სასამართლო დამოუკიდებელია და თვითონ უნდა გმადლობთ ბატონებო, გმადლობთ. ჩვენი დრო ამოიწურა. საზოგადოებამ მიკრი კანთარია და ლევან სამუშია ჩვენი სტუმრები. რომ აბსოლუტურად მეუკერდელია ჩვენ გასაგებია. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ორივე სტუმარს და